Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური სიუჟეტების განმარტებას. მაპატიეთ, რომ აქამდე არ მქონდა დრო და ამდენხანს ვიდეო ვერ ჩავწერეთ. ვინც ახლობელია, ჩემმა ყველა მიცით, რომ მე დედა მყავს ძალიან ავად, ძალიან ძიმედ არის ავად და მის გამო მომიწია ქალაქის დატოვება. სხვა ქალაქში ცხოვრობს დედა ჩემი და იქ მიწევს ყოფნა უფრო მეტი წილი ვიდრე დედაქალაქში. ამიდან გამომდინარე არ უნდა მჩადრო, რომ ვიდეო ჩამეწერა. ესე გთხოვთ ყველას, ვინც მორწმუნე ხალხი ხართ და ჩემი გულშემატკივარი ხართ, ჩემი მეგობრები ხართ, ილოცოთ დედა ჩემისთვის, მისი გამბოჯამთელებისათვის. თქვენი გვერდში დგომა, ლოცვითი გვერდში დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მასაც დღევანდელი ვიდეო ეძღვნება იმ წინა ვიდეოს, რომელიც მე გამოაქვეყნე, რომელიც იყო ჩვენი ნაწილი იმ აბრაამის ცხოვრებიდან და იქ პატარა გადახვევა გავაკეთებ, თქვი იესოს ღმერთობის დამტკიცება ახალი აღთქმის წიგნებიდან შეუძლებელია იუდეველებისათვის და მუსლიმი ხალხისათვის და მე ეს არ შემეშალა ხალხო თქვენ ეთყობა არ უსმენთ ბოლომდე ან ვინც უსმენთ დასკნა ვერ გამოგაქვთ sorry რას გულისხმობ ქრისტიანი ადამიანისათვის დაბადებული საქართველოში რომელიც არის და ის ქრისტიანია ჩაულებრივად დაბადებიდანვე უკვე მას ნათლავენ დედის ზრდასავით შეთვისებულია იმ გაგებას რომ იესო ქრისტე არის ღმერთი მისთვის პრობლემა არ არის ეს მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ იუდეველი, ტიპიური ორთოდოქსი იუდეველი ებრაელი, ვინც ცხოვრობდა მხოლოდ იმერთი ცნები და იმერთი გაგებით, რომ ღმერთი არის ერთადერთი, ანუ ერთი ღმერთია. არანაირი სამება, არანაირი მისი მრავალფეროვნება არ გამოისახება. მას ასწავლიდნენ ბავშვობიდანვე, რომ ღმერთი არის ერთი პიროვნება, ერთი. მისთვის თქვენ იესო ქრისტეს ღმერთის დამტკიცება ძალიან ძნელია ასევე მუსლიმისათვის რომელიც ასევე ასეთ გარემოში გაიზარდა და პლუს ამას თქვენ უნდა გესმოდეთ რომ ებრაელი რაბინები როდესაც ისინი ასწავლიან და სწავლობენ მათ ასწავლიან რომ ახალი აღთქმის წიგნები ეს არის ქრისტიანების მიერ დაწერილი წიგნები და გარკვეულ წილად ეს მართალიცაა, იმიტომ რომ იესო ქრისტეს მიმდევრები, ყველა მოციქულები, ყველა ქრისტიანები იყო, მისი მიმდევრები იყო და მათი დაწერილია ეს წიგნები და ისინი ამ ახალი აღთქმის წიგნებს აღიქვამენ ზედმეტად ტენდენციურს იმ გაგებით, რომ არ აღიარებენ იმ მოტივით, რომ ეს მისი მოწაფეების დაწერილი და მისი მოწაფეები, მისი მიმდევრები იყო და თავისთავად დაწერდნენ იმას, როგორც მათ წამდა. ეს ჩვენთვის აქტუალური არ არისო. მუსლიმები კი საერთოდ სხვა უკიდურესობაში გადავარდა. მუსლიმები საერთოდ ამბობენ, რომ ახალი აღთქმის წიგნები გაყალბებული იქნაო. გააყალბესო ქრისტიანებმა, იესო არსად ამბობს, რომ ის ღმერთიაო, ასე და ასე შემდეგ. ამიტომ ეს კამათი რომ როცა მათთან მიდის კამათი ანუ დიალოგი კამათი ცოტა ცუდი სიტყვა მაგრამ დიალოგი როცა მიდის ეს ურთიერთდიალოგი მათთან ყოველთვის უნდა გაახსოვდეთ და გაითვალისწინოთ მათი მსოფლმხედველობა და მათი კულტურა და მათი სწავლება საიდან და როგორ მოდიან და რა არგუმენტს ეყრდნობიან მე მქონდა ერთ მუსლიმთან დიალოგი და უთხარი აი შენ ამბობ რომ ყურანი ამბობს რომ ახალი აღთქმის წიგნები და ძველი აღთქმის წიგნები გაყალბებულიო. კიო ამბობს. მოთხარი შეგიძლია კონკრეტულად ერთი მაგალითი მომიყვანო, რომელი ადგილია გაყალბებული ახალი აღთქმაში და რომელია არ არის გაყალბებული. ვერ მომიყვანა, რა თქმა უნდა არ არსებობს. მათაც ეს ზედაპირულად ასწავლიან. კონკრეტულად როდესაც ჩვენ ვამბობთ ბიბლიის ტექსტებზე, რომ ბიბლიის ტექსტები გაყალბებულია, ყოველთვის მოითხოვეთ თქვენ, შეგიძლია მოითხოვოთ ასეთ რამე. მიგითითო კონკრეტული ადგილი და კონკრეტულად დედან, მოგიყვანონ დედანში ეს ადგილი როგორ არის სინამდვილეში. ხო ამბობი რომ გაყალბებულია. გაჩვენონ ის როგორ წერია და შემდეგ რომელი ადგილია გაყალბებული. ეს არის მტკიცე არგუმენტი თქვენი მხრიდან, ქრისტიანების მხრიდან, რომ აუხსნათ და დაანახოთ, რომ ისინი ცდებიან. აბატია ცოტა გაციებული ვარ და
ცოტა კი რა მაგარი გაციებული ვარ სიმართლე რო გითხრათ და ცხრილში ვლაპარაკობ. მაგრამ ამ ვიდეოს ჩაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ იმდენი კომენტარებიდან გამომდინარე ამ ვიდეოსაც მოყვა ჩემ ვიდეოს, რომელზეც ჩვენ საუბრობდით იესოს ღმერთობაზე, რომელიც იერუსალიმის ოქროს ჭიშკარს ეხება. ვიფიქრე, რომ ცოტა განმარტება უნდა დავწერო, იმიტომ რომ ძალიან არასწორად წავიდა ხალხი და დამინწერეს ახალი ახალ მუხლები. აი თუ არ არის იესო. ჩემო კარგო, მე მაგის დამტკიცება არ მჭირდება, მე მწამს, მაგისა მე ვიციეს. მაგრამ მაგ მუხლებს შე რომ მოუყვან იუდეველს ან მუსლიმს დაქცინებს. იმიტომ რომ მათთვის ეს ავტორიტეტი არ არის, ახალი ახლის წიგნები ავტორიტეტი არ არის. ამიტომ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ საერთო ავტორიტეტი რა არის. საერთო ავტორიტეტი მუსლიმებისათვისაც და იუდეველებისათვის ეს არის თანახის წიგნი, თორა, ნევიმ, ქტუვიმ, თანახი ქვია ამას. თანახის სიტყვა აბრევიატურა ნიშნავს ძველი აღთქმის წიგნები. ამიტომ ძველი აღთქმის წიგნებიდან თქვენ უნდა იცოდეთ ძალიან კარგად, რომ შეძლოთ იესო ქრისტეს დანახება, რათა მათმა დაინახონ. მე დაგვიდეთ მეორე ადგილს გაჩვენებ დღეს და მეორე ადგილი არის ეს არის დანიელის წიგნი. მე ეტაპობრივად ესეთ ადგილებს ჩავწერ ვიდეოებს, სადაც ძველი აღთქმა ლაპარაკობს იესო ქრისტეზე და ლაპარაკობს მასზე როგორც ღმერთზე. და დღეს მეორე ადგილს გაჩვენებ. ეს არის დანიელის წიგნის მე-7 თავის. მე-13 მუხლიდან. ნახეთ როგორი სიტყვებია. დავხედავ ღამის ხილვაში, ახლა ცაში ღრუბლებზე მოდის კაცის ძის მსგავსი. კაცის ძის მსგავსი. მივიდა დღეთა უძველესა და წარსგენილი იქნა მის წინაშე. მიეცა მე-14 მუხლი, მიეცა მას ხელმწიფება, დიდება, სამეფო, რათა ყველა ხალხი, ტომი, ენა მას ემსახუროს. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა. მე-14 მუხლი ძალიან მნიშვნელოვანი მუხლია. მე-13 მუხლი, აჰა, ცაში ღრუბელზე მოდის კაცის ძე. ებრაელი კომენტატორები სვამდნენ კითხვებს, ვინ არის ეს კაცის ძე, ვინ უნდა მოვიდეს და სცემენ პასუხს, ეს არის მაშიახი. მაშიახი ანუ მესია, ქრისტე. მაშიახი ეს ცუდი სიტყვა არ არის, ჩემო კარგებო. მაშიახი ითარგმნება როგორც ქრისტე. და ეს ასია. როდესაც ჩვენ ვილაპარაკობთ ებრაელებზე, რომ ჩვენ მაშიახს ველოდებით, მის მეორედ მოსვლას ველოდებით, ჩვენ ველოდებით იესო ქრისტეს. ისინიც იესო ქრისტეს ელოდებიან, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ მათ წამთ, რომ იესო ქრისტე ჯერ არ მოსულა, ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტე მოვიდა და მეორედ მოვა. ამაშია განსხვავება და ამ სიტყვებზე ნუ გამოეკიდებით თქვენ. ძალიან ბევრ კომენტარებში წერიან, თქვენ რომ მაშიახს ელოდებით, ეს არასწორი სწავლებაა, რომელიც დამკვიდრდა ეკლესიაში და რომელიც მოდის ფრანცისკო რიბერადან. ესეთი პიროვნება იყო კათოლიკური იზუიტი ღვთელი, რომელმაც თქვა, რომ ანტიქრისტე იქნება ებრაელიო და ებრაელები მიიღებენ ამ ანტიქრისტესო. ეს სწავლება მოდის აქედან. ეს არასწორი სწავლებაა. თითქოს ებრაელები მე-13 ტაძარს უნდა ააშენებენ და დასვამენ ანტიქრისტეს. ესაც სრულ სწავლება, მაგრამ ამაზე შემდეგში ვილაპარაკებთ. მაგრამ მე მინდა გელაპარაკოთ ახლა ამ მუხლზე, მე-13 მუხლზე, მოდის ღრუბლებით. გამოცხადების წიგნის პირველი თავის მერვე მუხლში ასეთ წერია მოდის, აჰა, ის მოდის ღრუბლები და დაინახავს მას ყოველვე ტომი. და იქ ამბობს მე ვარ ალფა და ომეგა, ანი და ჰოე, ანუ იუდ ხეი ვავ ხეი, იგივე. ნუ ამაზე თუ თქვენ გინდათ მოსმენა, მე მაგს განმარტებული რაშინავს სახელი იუდ ხეი ვავ ხეი YouTube-ში მოძებნეთ ამ სახელის განმარტება. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ რაბინები, რომლებიც სვამენ კითხვას ძველი აღთქმიდან ვინ მოდის, ისინი ამბობენ მესიაზე. მაშასე, თუ მესიაზია ლაპარაკი აქ არის მე-14 მუხლში ძალიან საინტერესო არამეული სიტყვა. თქვენ იცით, რომ დანიელის წიგნი მე-13 თავიდან მე-9 თავის ჩათვლათ, მე მგონი მე-9 თუ მე-8 თავის ჩათვლით ზუსტად არ მახსოვს, მთლიანად დაწერილი არამეულ ენაზე. და აქ მნიშვნელოვანია რატომ ვამბობ ამას. მე-14 მუხლში არის მიცემული, რომ მას
რათა ყველა ხალხი, ტომი, ენა მას ემსახუროს. ემსახუროს სიტყვა აქ არის გამოყენებული არამეული სიტყვა, რომელიც არის ფელახ. ფელახ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა. ივრითულად მსახურება ნიშნავს ოვედ, აბოდა, სამსახური, ოვედ. მუშაობა. მაგრამ ეს ფელახი სიტყვა გამოყენებულია ზუსტად იმ მომენტში, როდესაც 10 მცნებაზე ლაპარაკობს მოსე მეორე მცნებაში. თაყვანი არცე კერპებს და არ ემსახურო მათ. ემსახურო ეს ფელახ არის ის არამეული სიტყვა გამოყენებული, რომელშიც ჩვენ ვკითხულობთ თარგუმებში. ეს არის თარგუმები იონათან ბენ უზლის თარგუმი და ასეთგრეთვე არის ონკელსონის თარგუმში. ანუ ეს სიტყვა ფელახ გამოყენებულია მათთან მიმართებაში და ეს ფელახი მიმართულია ყოველთვის თაყვანისცემა, რომელიც ეკუთვნის ღმერთს. ეს სიტყვა არის გამოყენებული დანიელის 7:14-ში, რათა ემსახურონ მას ღმერთს. ძველ თქმაში ღმერთი ამბობს ესაიას ეუბნება ღმერთი, რომ ჩემ დიდებას არავის არ მივცემ. ანუ ჩემი თაყვანისცემა, რომელიც მე მეკუთვნის, ის არავის არ ეკუთვნის, ის ფელახი. მაგრამ აქ წერია დანიელში 7:14-ში, რომ მას ემსახურებიან. ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია და ებრაელი რაბინები მე-3 საუკუნემდე სვამდნენ ამ შეკითხვას, ვინ არის ეს პიროვნება, ეს მასიახი, რომ მას ღვთაებრივი თაყვანისცემა ეკუთვნის. ჩემო კარგებო, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ რაბინურ სწავლებაში, რაბინურ იუდაიზმში მე-10 საუკუნემდე, მე-9 საუკუნემდე რაბინები თვლიდნენ, რომ მესიას ექნებოდა ღვთაებრივი ბუნება, ანუ ის იქნებოდა ღმერთივით. ესე იყო, რამოდენიმე თალმუდში არის ამაზე საუბარი და რამოდენიმე მიდრაში ამაზე მიგვითითებს, მაგრამ როდესაც გამოჩნდა იუდაიზმში ესეთი პიროვნება რამბამმა თქვა, რომ მესია არაა სავალდებული, რომ ღვთაებრივი ბუნების იყოს. ეს შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანიც იყოს. ამ იდეამ აიტაცა შემდეგ უფრო მეტი პოპულარობა პოვა იუდაიზმში იმის გამო, რომ ქრისტიანები დევნიდნენ ებრაელებს. და ებრაელებმა სულ უფრო ჩაეჭიდნენ ამ მოსაზრებას სამწუხაროდ. მაგრამ მე-10 საუკუნემდე, მე-9 საუკუნემდე იუდაიზმში თვლიდნენ, რომ და ის მუხლები, რომლებიც ლაპარაკობდა მესიაზე, უშუალოდ მესიაზე, ისინი ამბობდნენ, რომ ეს ღვთაებრივი ბუნების იყო. არის თანამედროვე რაბინი დანიელი ქვია ამ პიროვნებას, აღარ მახსოვს სამწუხაროდ მისი გვარი, ის განმარტავს ამ ადგილს და ის სვამს ამ შეკითხვას. ესე იგი, მესია ღმერთი არისო და ღმერთის ბუნების მატარებელი არისო. თანამედროვე რაბინია სხვათა შორის, ორთოდოქსული რაბინია. ის შეკითხვას ამბობს და ის ამბობს, რომ ყველანაირი ლოგიკის, რაც ებრაული ეგზეგეტიკას ჩვენ გვაქვს და ჰერმენევტიკას ახასიათებს, ანუ ბიბლიის განმარტების პრინციპები, ის ამბობს, რომ მესია, აქ რომ მესია ნახსენები, ის ღვთაებრივი ბუნების მატარებელი, ანუ ის ღმერთი უნდა იყოსო. ყველანაირი განმარტების წესების კანონების მიხედვით. მაგრამ ამ რაბინს ის პრობლემა აქვს, რომ იმას არ ჯეროს, რომ ეს იესო ქრისტეზეა ლაპარაკი. მე გითხრათ, რომ იუდაიზმი ჯერ არ წამს, რომ იესო მესია მოევლინა. მათ ჯერავთ, რომ მესია უნდა მოვიდეს. ჩვენ ქრისტიანებმა, ჩვენ ვიცით, რომ მოვიდა. მაგრამ ერთ საქმეში შევთანხმდით, რომ ეს მუხლე ლაპარაკობს მესიაზე. მეთანხმებით, ხო? რომ მესიაზე ლაპარაკობს. და ეს მესია თაყვანისცემა იქნება როგორც ღმერთს. აქედან გამომდინარე, ეს როგორ იქნება ეს მესია ღმერთი, ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ შემდეგ ვიდეოებში, ჩემო კარგებო, რომელსაც ასე გადავწყვიტე ასე მოკლე ვიდეოები გავაკეთო ეს მონაკვეთები. მე აღარ გადაგყლით დღეს, მე გაჩვენოთ მეორე ადგილი, რომელიც ბიბლიაში ამბობს და მეორე მკაცრ ძლიერი არგუმენტი არის, რომელიც ამტკიცებს, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ჩვენ შევთანხმდით, რომ დანიელის ხილვაში კაცის ის მსგავსი ეს არის მესიაზე ლაპარაკი. ამას რაბინებიც ამტკიცებენ.
და ჩვენ ვიცით რომ იესო ქრისტე მოვიდა. ეს მესია რომ მოვიდა, აქ ჩვენ განვაგრძელებთ და დანიელის წიგნის მიხედვით მე განვაგრძელებ რატო ეს იესო ქრისტე ვეცდები ამ დანიელის წიგნით დავადასტურო თუ რატო არის იესო ქრისტე დანიელი. მე თვითონ თავის დროზე ამ დანიელის წიგნით მივხვდი რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი ჭეშმარიტი მესია. და შემდეგ ამ დანიელის წიგნით მივხვდი რომ იესო ღმერთია. დანიელის წიგნი საოცარი წიგნია, ჩემო კარგებო და გირჩევთ გამოიკვლიოთ. ძალიან ძლიერი წიგნია დანიელის წიგნი. მაშ ასე, ჩემო გამომწერებო, ორადეული თხოვნა მაქვს თქვენთვის. ილოცოთ ჩვენ არხზე და ილოცეთ დედაჩემის ჯანმრთელობისათვის. და თუ იმას ფინანსურად გინდათ გვერდში დგომა, კი ბატონო, დონაცია მისასალმებელია ყველანაირად და მადლობას გიხდით ყველანაირად. ვინც გვერდში მიგახართ ფინანსურად, განსაკუთრებით ამ მძიმე მომენტში, როდესაც დედაჩემი ავად და მე ფაქტურად ვერ მუშაობ დედაჩემის გამო. მაშ ასე გვიყურეთ. გაგრძელება იქნება, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მადლობა ყურადღებისათვის.